დაგეგმარების შეცდომაა საცობი. იმის გამო რომ ვიღაცა ერთი ტიპი აგეგმარებს და იმის შეცდომას უშვებს, 1,5 მილიონი ადამიანი აგებს ამაზე პასუხს. სანამ ჩემი აზრით, აი მართლა ეს პრინციპი არ გამოიცვლება, აი სანამ მოკლედ მერიას ექნება მონოპოლია, რომ ეს ყველაფერი დაგეგმოს, ვიღაცას აუკრძალოს რაღაცის გაკეთება, ანუ იგივე აი მაგალითად ჩემ უბანში სადაც აი კერძო საკუთრება როგორ არის დაგლეჯილი და როგორ აი გაუფასურებულია ბევრი რაღაც. ყველას ფეხებზე კიდე ადამიანების დახარჯული დრო. ანუ არავინ მაგას ღირებულება დართვლის. ანუ იმას თუ თავი დავანებოთ, რომ ბენზინი ბევრი იწვება და რა ვიცი, შენ თუ რაღაცა გარემოან რამე გაღელვებს, პირველ რიგში ეს უნდა გაღელვებდეს, კაცო, მართლა ის ბუჩქების დარგვა ხო არ შველის იმ გარემოს, არა? რაღაც რამდენჯერ მეტი უნდა დაიწვას, წარმოიდგინე, როდესაც უბრალოდ დგეხარ საცობში. ბაზარმა დაარეგულიროს რას ნიშნავს, რომ რაღაცა კერძო საკუთრება არსებობს. ამ კერძო საკუთრებაში რაღაცა ფული გააკეთოს, რომ გზას გააკეთებს, სიტყვაზე მაგალითად რაღაცა გასაჩერებლები იყოს მიწისქვეშა, რომ მანქანებისგან განიტვირთოს. ეს ხო რაღაც ბუნებრივი პროცესი, როცა პრობლემას ხედავ და ვიღაცას ამ პრობლემის მოგვარება ეკონომიკურად აწყობს. ქალაქში არის ყველაზე დიდი სოციალიზმი რა, ანუ ქალაქის ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურის ფარგლებში ყველაფერი უნდა დაგეგმოს მერიამ. ანუ საერთოდ ყველაფერი დაწყებული ამ ჯარიმებიდან და ის ხაზავს გზას, იმას გაყავს არ ვიცი ხიდს იზრდებს და ასე შემდეგ და ანუ შეუძლებელი რომ თუნდოდეს აი მოწადინებულიც კი რო იყოს რომ გააკეთოს. ხო შეუძლებელი ამის დაგეგმა, იმიტომ რომ ბუნებრივი პროცესია და შესაბამისად რავი ეგ არის თავარი პრობლემა რომ კერძო საკუთრება ფაქტურად ამოგდებული გვაქვს საქალაქო ინფრასტრუქტურიდან, კერძო ინტერესი რომ ფული გააკეთოს ვიღაცამ სხვა ადამიანის მომსახურებით შეუძლებელია და პლუს ამას დაამატე გიჟური იდეა რომ ხალხი უნდა თუ ავტობუსებში გადასვან, ვითომ საბოლოო ჯამში ეს გზები ხო მართლა კომუნისტების დროს არის ძირითადი ნაწილი გაკეთებული და იმის მერე მანქანების რაოდენობა გაასმაგდა. მაგალითად შემოვლითი გზები კეთდებოდეს ქალაქში, თუნდაც ფასიანი გზები კეთდებოდეს და ამის საშუალება იყოს. თბილისი არის მართლაც გზების და იმის კოშმარი, მართლა ესეთი ვიწრო ქალაქია, რომელიც შუაში თან მდინარე მოყვება და ზევიდან გვაქვს დადებული ერთი ხელოვნური მდინარე, რკინიგზა, რომელიც აი პროსტა თელ ქალაქს ჭრის და გაცვლა თუ გინდა აქედან მოვარ, ანუ 2-3 გასასვლელი აქვს, პროსტა ციგიჟე, ანუ ძალით რო გინდოდეს შენ ქალაქს მაგას არ გაუჩარჩევდი და თავრობის ბალანსია, იასნა არ გადააქარგად მოაქვს არ ყიდის და ანუ ეგ გვაქვს ყველაფერი და ამას ზევიდან მანქანების რაოდენობა ემატება, მიწისქვეშ მეტროს გაყვანა კერძოსი არ შეიძლება და ბუნებრივია რომ აქედან გამოვა ის რაც პლუს მშენებლობები, წარმოიდგინე კორპუსს აშენებს და მერია რო გასცემს ნებართვებს რა იქ ხო ის არ არის გათვალისწინებული მართლა რომ ვიღაცამ იქ გასაჩერებელი გააკეთოს თუნდაც მიწისქვეშა თუ უბრალოდ იმას აკეთებს რა. ანუ ფიზიკურად გამოდის რომ ანუ დაგეგმარების შეცდომაა საცობი. ანუ ეს ყველაფერი იმის გამო რომ ვიღაცა ერთი ტიპი აგეგმარებს და იმის შეცდომას უშვებს, 1,5 მილიონი ადამიანი აგებს ამაზე პასუხს. და 1,5 მილიონი ადამიანს არ აქვს იმის უნარი რომ გაიაზროს რომ მერია ამას ფიზიკურად ვერ შეძლებს. სანამ ჩემი აზრით, აი მართლა ეს პრინციპი არ გამოიცვლება, აი მერიას ექნება მონოპოლია, რომ ეს ყველაფერი დაგეგმოს, ვიღაცას აუკრძალოს რაღაცის გაკეთება. ხო, და ამ შენათქვამზე ადამიანებს უცებ წარმოუდგებათ, რომ აი დაგეგმარების შეცდომა რახან არის, ვიღაცა ცუდად გეგმავსო, კარგი ვინმე ვნახოთ, ვინც კარგად დაგეგმავსო და იმ ერთ კაცს მივცეთ ეს თავისუფალი ბაზარი რა, რომ თავისუფალი ბაზარი მასზე გეგმავს ბევრი ადამიანი რაღაც თავისი მოქმედებები ზოგს გზა გაყავს, ზოგი იმას აკეთებს, რა მანქანების გასაჩერებელს, ზოგი ესტაკადას აკეთებს, ზოგი რაღაცას აკეთებს და ესე იტვირთება რა გზები იქნება თუ რავი ესე უნდა იყოს წესით, იმიტომ რომ ქალაქები ხო ზოგადად ეგრე შენდებოდა. ანუ ქალაქს ვიღაცა ტიპი ერთი არ აშენებდა. აი პრობლემა რა არის იცი, აი ტოპისტები რა, ვინც იყვნენ, აი ტომას მორდელ დაწყებული, ყველა ქალაქებს გეგმავდა რა. მეც როცა სოციალისტური ეპოქაში ვიყავი, ასე ვთქვათ, ჩემ პერსონალში უნივერსიტეტში, მაშინაც ქალაქებს გეგმავდა, ქალაქები დაგეგმავდა და რაღაც. ჩვენ ბუნებრივი ამბავია რა, პირველი რასაც თავში ადამიანს უჩნდება, როცა სოციალისტი ხდება, რომ აი ქალაქი გადაანაწილოს და ის შენ აქ უნდა იცხოვრო, აქ უნდა იმუშაო, აქ გზა უნდა გქონდეს, აქ ავტობუსში ჩაჯდა და იქ გამოხვიდე რა. ხო და ამის ეს არის, მაგრამ სენდვიჩი ყველა ქალაქი გამithარდა, როგორც ვაჭრობის ცენტრია რა და ის რომ ეს სოციალისტები არ გაჩნდებოდნენ
ვაჭრობა ხო არ დაუშვებდა რომ საცობები ქონდეს, ანუ ვაჭრობისთვის ხო საცობი კატასტროფა. ხარჯია. ხო, ხარჯია რა, ამიტომ ბუნებრივად რომ განვითარებულიყო, არანაირი საცობი არ იქნებოდა. თვითონ იმიტომ რომ თავის თავარ ფუნქციას შეასრულებდა. მე ქალაქებს წართვის თავარი ფუნქცია, ეს ვაჭრობაა ცუდია, გადაშეტანეს სხვა წერტილში, აქ რაღაც ადმინისტრაციული შენობები ჩასვეს და მთელი ამბავი და ამიტომ პრობლემა უფრო გრანდიოზულია ნაწილში რომ უბრალოდ ქალაქები არასწორად ფუნქციონირებენ რა, ანუ რაღაც ესეთი აი ჩარევა მარტო გეგმის დონეზე რა ხდება, ფუნქციების დონეზე ჩარევა ხდება, გაიგე და ამიტომ ის რაღაც ხალხებს იქ მოძრაობს და რაღაც იმათ არ უჩნდებათ ეს საჭიროება რომ აი მიდის ის რაღაც იუსტიციის სახში ადამიანი და სუბხებზე კიდია კაცო რა ვილი იქნება საცობი იქ ეს სანაპიროზე თუ არ იქნება. და წამედიანი იყოს რაღაც სავაჭრო ცენტრი იყოს და საცობი იყოს, მის პრობლემა რა ჭირდება საცობი. და რა სხვანაირად მოიქცეოდა და სხვანაირი პრეტენზია იქნებოდა. ამიტომ ეს პრობლემა თქვა ვერ მოგვარდება და პლუს მარტივად რა რაღაც ეს მარტივად რა ხიდი ავაშენოთ არ უშველეს გაიგე აი რაღაც გრანდიოზული პრობლემა აქვს ამ შემთხვევაში პრინციპად არასწორად არის პრინციპი უნდა შეიცვალოს პრინციპი უნდა შეიცვალოს ქალაქის დამოკიდებულება შეიცვალოს რომ ნელ-ნელა აი ნაბიჯნაბი და კორპუსი რო შენდება თუ რაღაც ბაზარი თუ შენდება თუ რაღაც შენდება ეს რაღაც ახალ პრინციპს ემსახურებოდა რომ სავაჭრო ადგილი უნდა იყოს ქალაქი უნდა იყოს ვაჭრობის ცენტრი როგორც კახე ვაჭრობის ცენტრის ხალხი ის ამით იქნება დაკავებული ბუნებრივად რაღაცა სხვას მოიგონებენ რა ვიღაცა პარკინგებს ააშენებს ვიღაცა რა ვიცი ჰაერში რაღაც ის აეროტაქსით რაღაც მოიგონებენ რა ჩვენ რატომ და მოიგონა ჩვენ არ ვართ ვალდებული ეს მოიგონები ჩვენ არ ვართ ვერც მოიგონა ის ვაჭარი არა რომელიც გავა ქუჩაში და რაღაც საჭიროება მაქვს იმან უნდა იფიქროს კაცი იმაში აგროვოს ფული ბლეკდევი წეს რომ კერძო მესაკუთრეს რომ გადავცეთ გზები და მეტი გზები აგვიშენონ არა და ეხლა მე მესმის რომ აი ლიბერტარიანელებს გვაქვს ეგეთი რამე რომ ალბათ გზები კერძოს იმაში რომ გადავცეთ ბოლო ის არის რა ლიბერტარიანელებში რომ აი გზების პრივატიზაცია მაგრამ არა და სინამდვილეში ეს ხო ერთადერთი გზაა ანუ რეალურად ხო მართლა ერთადერთი გზაა რომ აი თუნდაც დღევანდელი გზები რომ კერძო საკუთრებაში იყო აი მესაკუთრეები წარმოიდგინე რამდენ გამოსავალს მოიფიქრებდნენ რომ მათ გზაზე შედარებით რაღაც კომფორტულად გაევლოთ მანქანებს, კარგი რეკლამები ეჩვენებინათ ამ გზებზე, მაღაზიები ყოფილიყო, კაფეები ყოფილიყო, რაღაცები ყოფილიყო, რომ რა ვიცი, მათი გზები უფრო მომგებიანი ყოფილიყო. ბოლო-ბოლო ისინი გადაუხდიდნენ რა, მათ გზაზე გვერდზე ვისი საკუთრებაც იქნებოდა, ბოლო-ბოლო ისინი მოილაპარაკებდნენ ერთმანეთში და რაღაც აი საცობს მაინც არ დატოვებდნენ რა. ანუ ისე რატო არის ამაზე? მართლა შეიძლება იქნება გაიარე ამ გზაზე 8 დილის 8 საათზე და მოიგე პორშე. ხო. ბოლო-ბოლო რა ხო შეიძლება რომ რაღაცა პერიოდში წინასწარ გაგაფრთხილო რომ ჩემ გზაზე ამ დროს გამოიარე რაღაცა ეს არის. ამ დროს გაგაფრთხილოს რომ აღარ გამოიარო ჩემ გზაზე ბოლო-ბოლო საინფორმაციო სისტემა მაინც შეიქმნებოდა და ერთმანეთს გაუზიარებდნენ ინფორმაციას. აი რაღაცა დარეგულირდებოდა აი როგორი მართლა რამ გამოიწვია ისე რომ ადამიანებს უბრალოდ ვერ წარმოუდგენიათ რომ რაღაცა ესენციალური აი როგორც ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია საბჭოთა კავშირის დროს რომ პური შეიძლება და კერძო პირებს გამოეცხოთ გახსოვს რიგში რომ ვიდექით 90-იანებში და რაღაც გიჟობა რო ხდება აი ამის რამე აი ნახე რა წეს კახა გვასალია პაპაშვილისნაირ ბიზნესმენს რომ ეხონოდა გზაო პაპაშვილისნაირ ბიზნესმენს თუ სხვებსაც ექნებოდა თუ პაპაშვილი არ იქნებოდა მონოპოლისტი ისიც ხო იმ რაღაცა წესრიგში ჩაჯდებოდა რა ანუ რა პრობლემაა ყველა ბიზნესმენი ის ხო არ არის კაცო მორალურად წმინდა და სპეტაკი ადამიანი მაგრამ ბიზნესმენი იმის რომ ისეთი წესებით მუშაობს რომ უწევს რა წესიერად მუშაობა მე პრობლემა ეს არის რომ ეს ხო ჩვენთან ეს ბიზნესმენები ან არიან ან ზად ცოტანი არიან აი მართლა იმიტომ რომ აი ხაზაზე რო იაგოს რო უყვარს ხოლმე რაღაც ახსნა რომ აი როგორ შეიძლება ქოსეთთან არ იყოს დალაგებული ასე რომ შეხედა ყველა დიდ ბიზნესს რაღაც ტიპის დალაგება სუხდება გაიგე და ამიტომ ჩვენ რაღაც მოსახლეობაში ასშოლებრივ ალბათ რაღაც გაგების სწორი სტერეოტიპიც არის რომ ეს ბიზნესმენი თად ბიზნესმენი არის იმიტომ რომ ფულს აღშოულობს აი როგორც ბიზნესმენი რისკი არა უღია და ესე ხამი არ ნერვიულობ და ოჯახია ფულის გარშე დარჩება და რაღაცა და ამიტომ ნუ რავი რა იცის რომ დავაგდება იქ რაღაც კონტაქტს აიღებს გააფორმებს ასე ისე და ამიტომ მოლოდინი აქვს რომ ის გზას რომ აიღებს ის გზა მაინც კვაზი სახელმწიფო გზა იქნება რა სიამდვილეში იმიტომ რომ იქ რომ უჩილოს ამ ბიზნესმენს აი ამ სასამართლოში მივა და წააგებს ხო და ამაში მართალია ჩვენი მოქალაქე რა რო არ გჯერა ბოლომდე რომ რა ჩვენია საკუთრება რო ჩვენია მაგაში იმიტომ რომ თუ სასამართლო არსებობს არ არის შენი არის ნათხოვარი იჯარით გაქვს კი ბატონო და სხვის კეთილნებაზე ხარ დამოკიდებული და ამიტომ შენ ჯერ უნდა გააჩინო რაღაც გარემო რომ ადამიანი დაინახოს რომ მართლა საკუთრება არსებობს სასამართლო არსებობს ბიზნესმენი არსებობს რომელიც და რომ დაინახოს ბიზნესმენი როგორ იქცევა აზად არ მოუვა რომ შეიძლება ცუდად იქცეოდეს მოხმარების მიმართ და ეხლა ასე ბიზნესმა შეიძლება გააკეთოს და ფეხებზე დაიკიდოს ყველაფერი კაცო მოხმარებლის ყველაფერი და სასამართლოში დავაგებულია.